წავიდა. არა, გადაიყვანეს და დაგვიბრუნდება და აგერ ყვითელი ბარათიც მოლის ჩაქცევისთვის პორტუგალიელთა 6 ნომერი მიიღებს ახლა ყვითელ ბარათს ეს არის დავით ვოლეს პრობლემა ჰქონდა როგორც კი გავიდა მოედნიდან ეგრევე ექიმები შემოიხდა კიდევ ერთი მოლი კიდევ უპირატესობა გვაქვს და აქ ლელო არის საჯარიმო ლელოსაც ფიქრობდა მაგრამ საჯარიმო ლელო აღარ გახდა საჭირო ილიას პანდერაშვილმა გახსნა ანგარიში დღევანდელ შეგვიძლიათ მაინდა-მაინც დიდი მანძილის მოგების შესაძლებლობას და ხაზის გაჭრის შესაძლებლობას აქ არ გადაგორებისთვის დავჯარიმდით იქვე გარისკეს პორტუგალიელებმა შესრულების ფუნქციას ახლა სწორედ ასე მოხდა დომინგოს კაბრალი რომელიც უტყავდა შეცვალა მანუელ ვარეირომ და სწორედ ვარეირომ მოუტანა პირველი სამი გოლა აბა მორიგი შერკინება კიდევ ერთხელ მივაწექით კიდევ ერთხელ დავძარით და აქ მე მგონი საჯარიმო ლელოს ვერ გადაურჩებიან მაგრამ მანამდე ჯალაღონია დაასრულა ლელოთი და გაიტანა მეორე ლელო ეს ეპიზოდი ისევ ჩვენი ლელოთი დასრულდა თელმა შერკინებამ გამოიმუშავა ჯალაღონიამ დააფიქსირა თავის ანგარიშზე 5 გოლა მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო მანუელ ვარეირო შეეცდება ახლა ჯარიმის გაქვითვას რომელიც ზუსტია და კი ბატონო ანგარიში ხდება 12-6 აქ საწყენი კარგია მშვენივრად მოიგო ჯავახიან ბურთი შეიკრა კიდეც მოლი დაიძრა წინ ძალიან კარგად დაიძრა წინ და არის ლელო კი ბატონო არის ლელო გაიტანა საქართველოს თავისი მესამე ლელო და გაზარდა კიდეც უპირატესობა ვინ იყო ეს 11 წუთია დაღლილია მოთამაშე ფეხის დაღლილი აქ ზუსტი იყო ამ შემთხვევაში და კი ბატონო 5 გოლამდე შემოვიდნენ ისევ ძალიან სწრაფად მეტრეველი აწია მაღალი ბურთი და მიყვება თავად აქ როგორი შეჯახება იყო ხაერში და ალბათ მეტრეველი დაისჯება ამ შემთხვევაში ყვითელი ბარათით ხო ძალიან ცუდი რომ ბურთზე ეთამაშა მართალია რომ თავგანწირვით წავიდა ბურთზე ახტა ყველაფერი ჩადო მან ამ ნახტომში თუმცა კარგად მოვიდნენ წინ პორტუგალიელები აქვთ სივრცე გრძელი გადაცემა და დაგვიდეს ლელო პინტო ვინსენტ პინტო რომელიც ასევე პროდეორის მორაგბეა ერთი წუთი აქვს დარტყმისთვის შესასრულებელი დაარტყა და გაიტანა და დააწინაურა პორტუგალიის ნაკრების კვესელაძე იქვე კარგად შევიდა შველიძე თუმცა აქ მოლი დაიძახა და აქ თუ ბურთი ვეღარ გამოჩნდა და ვერ გამოვიტანეთ მაშინ დამთავრდება ეს თამაში და მოგვიწევს რომ მიულოცოთ პორტუგალიას რაგბი ევროპის მეორედ ჩემპიონობა სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ მთელი თამაშის განმავლობაში ფაქტობრივად უპირატესობა ჰქონდა და წინ ვიყავით ანგარიში ბოლოს მეორე ტაიმის ჯერ საწყისო წუთში დაშვებული შეცდომის და მერე ბოლოს დაშვებული შეცდომების შედეგად მოხდა ის რომ პორტუგალიამ მოახერხა ამ თამაშის